გაუმარჯოს, მოგესალმებით ყველას, ჩემ მეგობრებს გამომწერებსაც და ყველას, ვინც ამ ვიდეოს ნახავს და მინდა დავიწყო იმით, რომ ჩვენ ქართველები დღემდე ამ ფორმით და აი ასეთ ქართველებად როგორებიც ვართ, ჩვენი იდენტობით, ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, ჩვენი მენტალობით მოგვიყვანა ჩვენმა რწმენამ და დედა ეკლესიამ. ჩვენ ქართველები ძალიან ბევრი საუკუნეების განმავლობაში ვერ გაგვუტეხეს რწმენაში და ვერც ერთმა იმპერიამ ვერ შეძლო ის, რომ ჩვენ ქართველებს უარი გვეთქვა რწმენაზე. და სწორედაც რომ ამან გადაგვარჩინა ქართველები და ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ ვართ ის ერი, რა ერიც ვართ. ეხლა ამის ახსნა და გაშლა და ჩაშლა თუ ვინმე სჭირდება და ამაზე საათობით საუბარი და ახსნა, მე ამას ამ მოკლე ვიდეოში სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ, მაგრამ ეს შესავალი გავაკეთე, რომ ყველამ კარგად გავიხსენოთ, ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ და როგორ მოვდივართ. და ამ ვიდეოს ვწერ 100,000 მოწამის ქალაქიდან, თბილისიდან, სადაც რა ვიცი, ერთ დღეში როგორც ისტორია გადმოგცემს 100,000 კაცს თავი მოკვეთეს იმის გამო, რომ ხატს ფეხი არ დააბიჯეს და არ დააფურთხეს და უარი არ თქვეს იმაზე, რომ ქრისტე ღმერთია. ეს ამბავი ძალიან კარგად იციან ამ ქვეყნის მტრებმა, კონკრეტულად ის, რომ თუ კი ქართველებს გაგვტეხავენ რწმენაში, თუ კი უარს გვათქმევინებენ დედა ეკლესიაზე და თუ ჩვენ რწმენაში ქართველები აღარ ვიქნებით, ასეთი ქართველის ფასი მერე ჩალის ფასიც აღარ არის და რასაც უნდათ იმას გვიზავენ და რასაც უნდათ იმას გაგვიკეთებენ და მომავალი აღარ გვექნება. ჩვენ ამას ვიძახი აი სული შეგნებით და გულწრფელობით და კი, ნამდვილად ჩვენმა რწმენამ გადაგვარჩინა და დღეს რომ ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი იდენტობა გვაქვს, ჩვენი ენა, ჩვენი სამშობლო და აი ესეთი უნიკალური ერი რო ვართ, დიახ, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქრისტე ღმერთს ვადიდებდით ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში და არ ვიცი 60 კულო ეკლესია გვაქვს ხალხო, აი წარმოიდგინეთ და ადგნენ ძალიან ჭკვიანმა დედამოწყნულებმა და თავიანთი აგენტურის მეშვეობით ამ ქვეყნის შიგნიდან და გარედან კიდე თვითონ აი ამ გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წლების განმავლობაში მიზანმიმართული შეტევა მიიტანეს ჩვენს დედა ეკლესიაზე. თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ვისაც ეხლა მე მტრებად მოვიხსენიებ ამ ქვეყნის მტრებად, დიახ, და ჩვენი ეკლესიის მტრებად და ღმერთის და საპატრიარქოს და პატრიარქის და ეკლესიის მაძაგებლებად და ვითომ ეგრე წოდებული პატრიოტები არიან, რო კითხო, ეხლა ერთად გავიხსენოთ აი ამ ადამიანების დამპალი ჰაბიტუსები და მათი აი ეს პირდაპირ მტვრული გამონათქვამები. მე ქართველი, მან ჩვენ უბრალოდ ვინ გაიქცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცი. დაიქცა პატრიარქი, რომელსაც ადგილი ქალიხო, რომელიც აღოს შემადგენლობდა საქართველოს ამოვიდა ამაში ეს სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიტერასტის მამაცვალული ცოდვით შემხრობელი თავმჯდომარე სინოდში. მოდით იმას ავქნათ, რა ქვია. კაცეს საპატრიარქო მიმბრალდებებს, რაც მეუფე პეტრემ წაუყენა. არ ზოგადად იმ ინფორმაციას ჩავუყდივარ შოქში, რომ სამღვდელობას შორის შესაძლოა ჰომოსექსუალები იყვნენ. რა თქმა უნდა არიან. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი აი ამ ორმეფობის ესე იგი გარემოში, რომელიც საქართველოში გვაქვს, ახლა არის ორმეფობა. ერთი ეს არის ბიზინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. სამწუხაროდ ჩვენი საპატრიარქოს მთლიანად ასწრა ქრისტიანობას საერთოდ აღარ იცის რას ლაპარაკობს და პირდაპირ ასე მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ბნელძალებსაც რომ იმოქმედონ იმისთვის რომ ადამიანები აიყვნენ თანასწორად. აპოკალიფტური მხედი, რომელსაც კურთხევა სამწუხაროდ მიცა პატრიარქმა. დაიანითი ვერ გათაპარავთ ვერაფერს, ვერც ხელისუფლება და ვერც საპატრიარქო. აქეთ მახვილი და მახვილი თო წარწყვებით. აი ეგ აპოკალიფტური მხედი, რომელიც თქვენ გამოუშვა. თქვენ ვეტაკთ. ეს სულაც არა თავისუფლებს
პასუხისმგებლობისაგან ილია მეორეს და საპატრიარქოს პირიქით ხელისუფლება ხმერკლია ეკლესიასთან მიმართებაში, საპატრიარქოსთან მიმართებაში. ეს ყველაფერი მართულია და თამერე რომ ვიაზრებთ ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ყოველგვარს ქადაგებებში ნაგროვებით წვეთწვეთობით ბოროტებით არის ამ ხალხის ტოვინები გამორეცხილი საქართველოში არსებობენ ბოლბოლა, შავწვერა, მაჯლა ჯუდები. ეს ბარბაროსული ეს ვერნული აქტივები სახალისებული მასე ეკლესიის მიერ ამიტომ ეს ეკლესია დაისო გაუნახლებელი უციგნური ადამიანები ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გუმართოს საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია საპატრიარქო ებრძვის თვითმმართველობას თანასწორობას თავისუფალ არჩევანს ასე ევროპის სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ კлауდა ამ ყველაფერს მოწყობილები დამერშავულებს ჩამდენი პირები ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებს და ამ ყველაფერს დამოორგანიზებელი ვინ არის მაინც მოუწოდა საპატრიარქო რა თქმა უნდა საავრათი დანიშნული თანამოსაყდრად რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად მე თავარ პასუხისმგებლობას ვაგისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის შეამჩნევდით რომ დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარი გვყავს ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით რომელიც როგორც წესი ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ პისტოლეტი სათამაშოა სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩერს დიახ ესენი არიან ის ადამიანები რომლებიც ამ ქვეყანაში ებრძვიან ეკლესიას და ჩვენ რწმენას შესაბამისად საქართველოში ეკლესიას წინააღმდეგ გაბრძოლება და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა დიახაც რომ ნიშნავს ქართველობის და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში წასვლას და საქართველოს და ქართველების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ამას არაფერს არ ვაჭარბებ და ვისაც ეს რაღაცა გადაჭარბებული წარმოდგენები გგონიათ ძალიან შემცდარ ხართ და გირჩევდით რომ კარგად დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში პისტოლეტი რო დააჭერინეს ღვთისმშობელ მარიამს ღმერთო მაპატიე და ვითომ თავს რო აკვლევინებენ ამ ქვეყანაში რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა დიახაც ეს მე მაგალითად ამასთან პარალელს ვავლებ რა რომ აი როგორც ღვთისმშობელს ვითომ ეს ფარჩაკები რაღაცაზე ამას ხარავებენ და ვითომ თავს იკლავს კი ნამდვილად უნდათ რომ საქართველოს თვითმკვლელობა ჩაიდინოს და ქართველმა ერმა და კი ჩვენი თვითმკვლელობა იქნება და ჩვენი ხელით ამ ქვეყნის მკვლელობა იქნება ის თუ ჩვენ უარს ვიტყვით ეკლესიაზე და უარს ვიტყვით იმაზე რომ დიახ ქრისტე ღმერთია თუ უარს ვიტყვით იმაზე რომ ამ ქვეყანაში ქალი ქალია და კაცი კაცია თუ უარს ვიტყვით იმაზე რომ ამ ქვეყანაში დედას დედა ქვია და მამას მამა ქვია და თუ უარს ვიტყვით იმაზე ამ ქვეყანაში რომ კი ქრისტე ღმერთია და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ეგ ჟამი და ეგ დრო დადგეს ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას გვახსოვდეს აი ამ ნაბოზრების დამპალი ჰაბიტუსები და ის თუ სინამდვილეში ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ნაბოზრები ესენი ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა და ვფიქრობ ძალიან სწორად და გასაგებად ავხსენი ეს ამბავი რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ